საღამო მშვიდობის არიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დრო და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ტრამპი ვაშინგტონის შეთანხმებაზე საუბრობს, მას უყვარს ომების შეჩერება, თუმცა სომხეთი ალბანეთში აერია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტ მარკ ლევინთან ინტერვიუში ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მან ლიდერებს უთხრა, რომ მათთან სავაჭრო გარიგებას არ დადებდა, თუ ისინი ბრძოლას გააგრძელებდნენ, რასაც სიგიჟე უწოდა. ტრამპმა ასევე აღწერა ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი თავდაპირველად თავს უხერხულად გრძნობდნენ და გაქცევას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ ერთმანეთს გადაეხვივენ. სასიამოვნო იყო ამის ყურება, მე მიყვარს ომების შეჩერება, განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მან უკვე 6 ომი შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტს აზერბაიჯანის წარმოთქმა გაუჭირდა, ხოლო სომხეთი ალბანეთში აერია. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ფაშინიანი და ალიევი უკვე მისი კარგი მეგობრები არიან. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიჩმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ ანგარიში დადებითად აფასებს მიმდინარე პროცესებს. ფიჩის შეფასებით კონფლიქტის განახლების რისკები შემცირებულია, ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულება საშუალო ვადიან პერსპექტივაში გაზრდის სომხეთის კრედიტ უნარიანობას, გააქტიურებს ვაჭრობას თურქეთის გავლით, ალტერნატიული მარშრუტები და ხელს შეუწყობს არამხოლოდ სომხეთის, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკურ ზრდას. ფინანსთა მინისტრის თქმით, ფიჩის ანგარიში ადასტურებს სომხეთის მთავრობის პროგნოზებს გეოპოლიტიკური რისკების შემცირების შედეგად ეკონომიკური ზრდის სტაბილურობის და ფისკალური სტაბილურობის შესახებ. ეს დადებითი განვითარებები ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისათვის და ზრდის სომხეთის სანდოობის დონეს, აცხადებს ვაჰე ჰოვანისიანი და დასძინა, რომ სხვა სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებსაც ელოდებიან. სომხეთ-ირანის ურთიერთობები ახალ პოლიტიკურ ეტაპზე გადადის, ასე აფასებენ ანალიტიკოსები და ირანისტები. მათი შეფასებით, ირანის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტი ერევანში არამხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის გაუმავებას, არამედ რეგიონში მოქმედი სხვა ძალებისათვის გარკვეული გზავნილების მიწოდებასაც ისახავთ მიზნად. დეტალები დავით გენჯოიანის რეპორტაჟში. მასუდ ფეზეშქიანის სომხეთში ვიზიტი, სპეციალისტების თქმით, ასევე გზავნილი იყო არარეგიონული ქვეყნებისადმი. ის უპირველეს ყოვლისა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისახავდა მიზნად, საიდანაც სომხეთს შეუძლია ისარგებლოს. ხაზუსვავს ირანისტი დიანა ღაზარიანი და ასევე ადასტურებს, რომ სომხეთ-ირანის ურთიერთობების მაღალ დონეზე მეტყველებს სომხეთის რესპუბლიკის მუდმივად კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან. სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთისა და ირანის ურთიერთობებმა არაერთი წარმატება დააფიქსირა და ამ 30 წლიანი ურთიერთობების განმავლობაში არანაირი გაუგებრობა ან მსგავსი სხვა მოვლენა არ დაფიქსირებულა სომხეთ-ირანის ორმხრივ ურთიერთობებში. და ბოლო პერიოდში შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გააქტიურდა ოფიციალური ვიზიტები, ორმხრივი ვიზიტები, ურთიერთვიზიტები, რაც ამ დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაზე მეტყველებს. ირანში მწვავე დისკუსიების გამომწვევი ეწეული ზანგეზურის დერეფანი, შემდეგ კი სომხეთ-აზერბაიჯანის შეხვედრა ვაშინგტონში, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ტრამპის გზის შესახებ. ანალიტიკოსების თქმით, ფეზეშქიანის ვიზიტის დღის წესრიგში იყო. მისი მიზანი შესაძლო საფრთხეების სერიოზულობის გარკვევა იყო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანის პირველი ოფიციალური ვიზიტია მისი თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ სომხეთში და მიუხედავად იმისა, რომ ირანული პრესა ამ ვიზიტთან დაკავშირებით ორ ძირითად მიზანს ასახელებს, მე მინდა როგორც უპირველესი საკვანძო მიზანი დავასახელო პლატფორმის შექმნა, რომელიც მიმართულია თეთრსახლში ერევანსა და ბაქოს შორის გაფორმებული შეთანხმების განხილვისკენ, რადგან ირანს სერიოზული შეშფოთება აქვს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმ შეშფოთებით, რომ სიუნიქის პროვინციაში ამერიკული წარმომადგენლობა სერიოზული საფრთხეა ირანისთვის, რაც გულისხმობს როგორც სამხედრო, ისე სადაზვერვო აქტიურ წარმომადგენლობას ჩვენს რეგიონში. ირანისტის თქმით, ფეზეშქიანის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია წარმოაჩინოს, რომ ირანს რეგიონში მყარი პოზიციები აქვს, რომელთა გამყარებაც სურს, რაც ვლინდება ეკონომიკურ, დიპლომატიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებით. ამავდროულად სპეციალისტები ხედავენ სიფხიზლისა და სარგებლისა და რისკების დეტალურად გათვლის აუცილებლობას. Կա մի պարզ ճշմարտություն,
არსებობს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. თუ ირანი ვერ ახერხებს სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას, პირველ რიგში არანაირი ვალდებულება არ აქვს და მეორე, ვერ ახერხებს ამ მომენტში შეაკავოს და ასევე გადაჭრას საკუთარი უსაფრთხოების პრობლემები, ირანი უნდა შეეგუოს. მე ვფიქრობ, რომ სომხეთში პირველ რიგში ჩვენ უნდა დავაზუსტოთ ერთი მკაფიო პოლიტიკა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები, კოლექტიურ დასავლეთთან, ანუ შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ევროპულ ქვეყნებთან არ უნდა იყოს რუსეთისა და ირანის ხარჯზე. დიახ, ჩვენ გვაქვს სამეზობლო გარემოება ირანთან, გვაქვს ურთიერთშეთანხმებული ინტერესები, მაგრამ არსებობს ერთი მარტივი ჭეშმარიტებაც, რომ ჩვენი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ირანი არ უზრუნველყოფს და არ უზრუნველყოფენ ის ქვეყნები, რომლებმაც ამ ბოლო პროცესებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. თუ ისინი არ უზრუნველყოფენ, ისინი უნდა შეეგუონ. სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანს ამჟამად არ აქვს იმის ძალა დაუპირისპირდეს არარეგიონულ ძალებს, ის ცდილობს სტაბილური და კარგი ურთიერთობები დაამყაროს რეგიონის ქვეყნებთან. ასეთი როლის აღებას რეგიონში ირანი ბუნებრივია ისურვებდა, მაგრამ ამისთვის მეტი დრო, მეტი რესურსია საჭირო რეგიონში, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანი ძალისხმევას იჩენს რეგიონში გასამყარებლად, სტაბილური პოზიციის ქონისთვის და ეს ჩანს კონკრეტულად სომხეთში არაერთი შეთანხმების ეკონომიკური ურთიერთქმედების ხელშეკრულებების გაფორმებით და რეგიონში თავისი სტაბილური ადგილის უზრუნველყოფისკენ სწრაფვით. ბოლო მოვლენების ფონზე, როდესაც სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტურად ირანი არ განეხილება, თეჰრანი ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა რეგიონში სხვა ეკონომიკური და დიპლომატიური ბერკეტების მეშვეობით. ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების გარშემო დისკუსიები მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ თეჰრანის წარმომადგენლობა ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას ეფუძნება. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის გევორგ პაპოიანის განცხადებით 2025 წლის პირველ 7 თვეში სომხეთიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა და 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ყვავილების ექსპორტის 88%-იანი ზრდა. თავის Facebook პოსტში პაპოიანმა გააკრიტიკა ფსევდოექსპერტები, რომლებიც მისი თქმით საზოგადოებას შეცდომაში შეყვათ. მინისტრის განმარტებით ოქროს რეექსპორტის შემცირება, რომელიც რუსეთიდან სომხეთის გავლით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდებოდა, ეკონომიკურ კოლაპსს არ ნიშნავს. მისივე შეფასებით ეს სქემა ქვეყნისათვის თითქმის არანაირი სარგებლის მომტანი არ იყო და პირიქით რისკებს უქმნიდა როგორც სახელმწიფოს, ასე ბიზნეს გარემოს. სომხეთისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება რეალისტურია. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთთან ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაწყება განსაკუთრებული პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რადგან 2019 წლის შემდეგ ევროკავშირს მსგავსი დიალოგი სხვა არც ერთ პარტნიორ ქვეყანასთან არ დაუწყია. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან გვჯერა, რომ ეს რეალისტურია, აღნიშნა ელჩმა. მარაგოსმა დადებითად შეაფასა სომხეთის მიერ ამ მიმართულებით გაწეული სამუშაო და განაცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომზადების შიდა პროცედურები დასრულებულია. ამჟამად დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან განიხილება. ელჩის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სამოქმედო გეგმა სომხურ მხარეს წარედგინება, მისი განხორციელების ტემპი განსაზღვრავს იმ ვადებს, თუ როდის შეეძლებენ სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მგზავრობას. სომხეთში მიმდინარე სომხურ-ამერიკულ წვრთნებს მაღალი რანგის სტუმრები დააკვირდნენ. სომხეთში მიმდინარე არწივის პარტნიორი 2025 ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ედვარდ ასრიანი, შეერთებული შტატების ელჩი ქრისტინა კვინი და სხვა უცხოელი სამხედრო ატაშეები დაესწნენ. სტუმრებმა პრაქტიკული ვარჯიშის აქტიურ ფაზას დააკვირდნენ. წვრთნები, რომელიც 12 აგვისტოს დაიწყო, მიზნად ისახავს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის სომხური ქვედანაყოფების მომზადებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოს შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ საქართველო ავტორიტარულ კურსის შეცვლის მიმართულებით პროგრესს ვერ მიაღწევს, ისინი ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას გაასაჩივრებენ და მინისტრთა კომიტეტს ქვეყნის გარიცხვის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ. განცხადებაში შეხსენებულია, რომ იანვარში ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების
რატიფიცირება მოახდინა იმ პირობით, რომ ქვეყანა აპრილამდე შეასრულებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებს გამოაცხადებდა. საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია, რადგან მისი თქმით საქართველოს ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა საკუთარი გადაწყვეტილებებით უკვე შეაჩერა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა, ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია. ცნობისათვის 26 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროპელმა დეპუტატებმა ქვეყანაში ვითარების გაუარესებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული თანამეგობრობის წევრობის წინაპირობაა. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.